მე ხა მინდა სხვა შორის ვაჩვენო ვიდეო, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც აჩვენებს სინამდვილეში რა მდგომარეობაშია ქვეყანა და რა მდგომარეობაში ვიქნებით თუ ეს პოლიტიკა ისევ გაგრძელდა. კიდე სხვა მინდა ვაჩვენო თავიანთი გვერდები აქვთ მათ, სადაც ბიზნესებს აკეთებენ, მაგალითად ეს ტურიზმის ბიზნესი, ეს მაღალი გამავლობის ავტომობილები ყავთ და აქირავებენ და თავიანთ ენაზე აქვთ გვერდები, სადაც თავიანთ მოქალაქეებს ეძახიან, იწვევენ, რომ აქ არის ესე გთავაზობთ ესეთ სერვისს, გთავაზობთ გასართობ, ასე ვთქვათ, ექსკურსიებს, პროგრამებს და მობრძანდით და არინანებთ, მოკლედ ძალიან მაგარი ქვეყანა არისო და ერთ-ერთი ესეთი კადრი მინდა ასევე გაჩვენოთ. აი მოკლედ ეს არის ასე ტურებს თავაზობენ და თავიანთი მოქალაქეებისთვის არის ეს არ არის ჩვენი მოქალაქე. ეხლა არაბულად არის, თავიანთ ენაზეა წარწერა, თვითონ საიტიც თავიანთ ენაზეა, ტელეფონის ნომერიც არის მითითებული და თავიანთ მოქალაქეებს ეძახიან, რომ მობრძანდით ძალიან მაგარი ქვეყანაა და ძალიან მაგარ ტურებს და გართობას გთავაზობთ. ეს ხო ეხლა არც სტუდენტი არ არის, არც ტურისტი არ არის, არც ნუ ეს არის აქ ბიზნეს აკეთებს, აქ დასარჩენად ჩამოსული ადამიანები არიან და ესეთი არის უამრავი. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ერთ-ერთი კონტრარგუმენტი აი ამ როდესაც ამ საკითხის წამოჭრა ხდება არის ის, რომ აი რა გინდათ ახლა თქვენ ტურიზმს უპირისპირდებით, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ტურიზმის გარეშე საქართველოს რაღაც დაიკარგება და მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებით. ერთი ცუდია, რომ მარტო ტურიზმზე ვართ დამოკიდებული, ეგ ცალკე პრობლემაა, რომ რაღაც ქვეყნის მთავარი შემოსავალი რო ტურიზმია. ნუ ერთ-ერთი რეალურად საქართველოს სამი რაღაცა აჭმევს. ერთი აქედან წასული საქართველოს მოქალაქეები, რეალურად ეგენი ინახავენ, ემიგრანტები კი ეგენი ინახავენ საქართველოს. მერე ცხადია მოდის ტურიზმი და მესამე ტრანზიტი. მორჩა, ჩვენ მეტი ეკონომიკა არ აქვს. ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ, ჩვენ არაფერს არ ვქვნით და პირიქით ვყიდულობთ. მაგრამ კი ბატონო, მე ტურიზმის წინააღმდეგ პრობლემა არ მაქვს. პირიქით ტურისტული სექტორი კიდევ უფრო უნდა განვითარებული იყოს. კიდევ უფრო მეტი ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს. ამის წინააღმდეგ პრობლემა კი არ მაქვს, მაგრამ აქ ტურიზმზე კი არ არის კაცო საუბარი. აქ საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც აქ საცხოვრებლად მოდიან. ტურისტსა და იმიგრანტ შორის არის სულ სხვა შინაარსი. ტურისტი მოდის ერთი კვირით და მიდის. და შენს ქვეყანაში რომ ადამიანი სახდება და პირველი ვიდეო რაც ნახეთ, ეგენი ტურისტებს არ გვანდნენ. როცა ეკვავდნენ რაღაც. არა, ნუ აქ არის დამკვიდრებული. ო, უკვე ადამიანების რაღაც. თან დააკვირდი რომ სულ ახალგაზრდა კაცები არიან. სულ ახალგაზრდა კაცები არიან. როგორც ევროპაში ხდება. ევროპაშიც ლომის წილი ვინ არიან ამ იმიგრანტების ახალგაზრდა წვევანდელი ასაკის კაცები. რომლებიც რამე რომ მოხდეს, ნუ საფრთხეს შეგიქმნიან, კაცო. საფრთხეს შეგიქმნიან. სულთა, რა ვიცი, ფიზიოლოგიური და თავისი სოფხედველობითი მოცემულობიდან გამომდინარე. ამიტომ რაშია იცი საქმე? რაც არ უნდა ხელისუფლებამ ეხლა რაღაცა კონტრპროპაგანდა გამოიყენოს, ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს ორი თვალი. და აზროვნება იმისთვის, რომ რასაც თავისი თვალით ნახავს, მერე დასკვნა გამოიტანოს. ხელისუფლება კი გვაბოლებს, რომ რაღაცა ეს პრობლემა თითიდან გამოწოვილია, ეს პრობლემა არ არსებობს, ჩვენ რაღაცეებს ვაბუქებთ, მაგრამ რა გაიარეთ ქუჩაში. გაი, მე ნუ დამიჯერებ, კაც ქუჩაში გადი. მეტროში ჩადი. საჯარო ტრანსპორტით იარე. ახალ აშენებულ კორპუსებთან ცოტა ხანი დადექი. ახალ აშენებულ კორპუსის სადარბაზოში, ან ეზოში ცოტა ხანი დაჯექი. და დააკვირდი, ვინ ჩამოდის და ვინ ადის. ან ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი? და ორი ქალაქი რო უნდა აგიშენონ ახლა. ვისთვის შენდება? სადაც სოფლები იცელება,
მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება, ორი ქალაქი ვისთვის შენდება. ხო? ანუ რანაირად მან ხო ეხო ძალიან არითმეტიკა ყველაფერს თავი დავანებოთ. დამატებითი ქალაქები შეიძლება შენდებოდეს იქ, სადაც მოსახლეობა იზრდება, ხო? რავი, არის ქვეყნები მაგალითად ინდოეთში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მოსახლეობა. არის კიდე სხვა ქვეყნები, აფრიკაშია ეგეთი ქვეყნები. იზრდება, ну მესმის იქ ხელისუფლებამ თქვას, რომ იზრდება მოსახლეობა, შესაბამისად გაჩნდება ახალი დასახლება. ჯო იქ სადაც მოსახლეობა მცირდება, ახალი დასახლება ვის ხარჯზე ჩნდება. ხო, ეგ ძალიან ლოგიკური კითხვაა. ერთ მხარეს არის დემოგრაფიული კრიზისი, ქართველები მცირდებით, ეგ ფაქტია ეხლა, რა ვიცი. საქსტატიც კი ამას აღიარებს, თავრობაც კი აღიარებს, იმდენად თვალსაჩინოა ეს, რომ რა ვიცი, რა თუნდა მას, სოფლები იცლება, მცირე ქალაქები იცლება და პარალელურად როდესაც ამდენი კორპუსი შენდება და დამატებით იგებ, რომ ორი ქალაქი უნდა აშენდეს. კრწანისის ტყეპაკში გორის ზომის ქალაქი უნდა აშენდეს. ვინ უნდა ჩაასახლონ, აი მაინტერესებს. დავიჯერო ეხლა 91 წლიდან აქედან წასული ჩვენი მილიონობით ემიგრანტი ეხლა მათ დასაბრუნებლად შენდება? დავიჯერო ჩვენი ემიგრანტები ეხლა იმდენ ფულს შოულობენ, რომ რაღაც კრწანიში ეხლა, რა ვიცი, თუ მაგდენი ფული აქვს, ან თუ მაგის შესაძლებლობა აქვს, სადაც მისი კერა იქ დაბრუნდება. ხომ ასეა? ხა ადამიანი, რომელიც, რა ვიცი მე, დიდუბის რომელიღაც იმიდან წავიდა 90-იანებში, უბრალოდ რომელიღაც მიკრორაიონიდან დაუბრუნდება თავის რაიონს, ხო? პირველ რიგში, ან რაღაც პატარა ქალაქიდან ვინც წავიდა ემიგრაციაში, თავის ქალაქს დაუბრუნდება, ხო? ეს ხომ ლოგიკა ხო ამას ყარნახობს. აქედან გამომდინარე გასაგებია ყველაფერი, კაცო. რასაც აშენებენ და დამატებით რაც არაბებმა უნდა აშენონ, ეს გათვლა იქნება უცხოელებზე. უცხოელებზე, კაცო, არავინ არ მალავს ამას. ალაბარმა პირდაპირ გამოგვიცხადა და ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კიდევაც, რომ წინასწარი გაყიდვები ახლა მიმდინარეობსო კრწანიში და 42% უცხოელი მყიდველი არისო. ანუ მეტი რა დავამატო. მეტი რა გინდა, მეტი რა არგუმენტი გჭირდება, რომ დასკვნა გამოიტანო. აქედან გამომდინარე ახლა, უყურე რა შეასაქმე. ხელისუფლებას ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის რეაქციის. ხელისუფლება არაფერზე არ რეაგირებს და ამ საკითხის ძალიან ეშინია. აი ძალიან ეშინია. მე ხა ამას გრძნობ. ხელისუფლებისგან ამას გრძნობ. აი მაგალითად თბილისის საკრებულოში, სადაც მე ვარ, როგორც კი ამ თემას წამოვჭრი, ეს საჯარო სხდომა იქნება თუ პირადი საუბარი, აი ეგრევე ეთყობათ, რომ ძალიან ნერვიულობენ. სხვა შორის მე ძალიან ისე მეცნაურა ეგ რაც აი მე მგონი ჩხარტიშვილია ხო ის ადამიანი, გივი ჩხარტიშვილი, თუ არ მეშლება დეპუტატი. აი შენ როცა ლაპარაკობდი ამ საფრთხეზე, მან ეგრევე დაიწყო ერთი კონკრეტული ადამიანის დაცვა. ანუ საერთოდ შენ მე მგონი ბიძინა ივანიშვილი არ გიხსენებია, მან უბრალოდ ლაპარაკობდი საფრთხეზე. უბრალოდ შეკითხვას ვამბობ. და იმან ეგრევე დაიწყო ბიძინა ივანიშვილის დაცვა. რავი, საერთოდ რა კავშირი დაინახა, რა კავშირში იყო, ლაპარაკობდი რომ კრწანიში შენდება და ეს არის საფრთხე და თქვენ როგორ ლაპარაკობთ ამას, როცა ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა გააშუაშა. მე როდესაც ეს საკითხი წამოვჭერი, მარტო ის არ პასუხობდა, კაცო. პრაქტიკულად ყველა ადამი პირისპირდა. ანუ ყველამ რაღაცა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა. იმიტომ რომ ეს რეალურად მათ ესმით, კაცო, რომ ეს ისეთი საკითხია, რასაც ქართველი ხალხი არ გაატარებს. ამაზე ერთი წინადადების თქმაც კი? კი. ანუ ვიღაცა ამას საზოგადოების ყურამდე მიაქვს? კი. ანუ აქ ჩანს მათი სტრატეგია არის მაქსიმალურად რაც შეიძლება უხმაუროდ გაკეთდეს ეს ყველაფერი. ანუ დააკვირდეს. აშენდეს ორი არაბული ქალაქი, ისე რომ საზოგადოება მაქსიმალურად უხმაუროდ. აი აქ ხო ჩანს ვერაგობა. ანუ ამხელა მასშტაბის პროექტია. შენი სიტყვებით. ამხელა რაღაცა უშველებელი საჩუქარია, ხო? ამბობენ არის უპრეცედენტო პროექტი, ხო? რაზეც აი წესით
დღე და ღამე მთავრობა უნდა საუბრობდეს და გვახსენებდეს. თვითონ დააკეთებდნენ. ო, ანუ თვითონ უნდა, აი, ხურებს უნდა იწერდეს. კი, კაცო, ანუ უყურე ხელშეკრულების ყველა პუნქტი დღე და ღამე ამაზე უნდა საუბრობდეს ტელეიმედი, რუსთავიორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დინარაძე, კობახიძე, დეპუტატები ოცნების უნდა გამოდიოდნენ და ამით ქულებს უნდა იწერდნენ. ხომ ასეა, ეს თუ კარგია და მანდ რაღაცა ჩათლახობა თუ არ არის ჩადებული, რომელიც ჩვენთვის გასაიდუმლოებულია და ფარულად, ჩუმად, მაქსიმალურად მიჩქმალვით და სხვა თემებზე აქცენტის გადატანით, რომ არის ხელისუფლება და მისი აგენტურა დაკავებული, რომ ოღონდ ამ საკითხს არ შევეხოთ. ოღონდ ამ თემაზე არ იყოს საუბარი. და რაღაცა თითიდან გამოწოვილი საკითხებით, საერთოდ არააქტუალურ თემებზე რომ ცდილობს ხელისუფლება ყურადღებას საზოგადოებას გადაუტანოს, მანდ უნდა დაეჭოდე რაშიცაა საქმე. ანუ წარმოიდგინე, თუ რაღაცა ისტორიული პროექტია და საუკუნოვანი შანსია გარდაბნის მუნიციპალიტეტმა რაღაცა ისე დაწერა, რომ აი განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს და ცდილობდნენ, რომ ეს ისე უხმაურად გასულიყო, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ამის შესახებ. ანუ განაშენიანების გეგმის შემუშავება რას ნიშნავს? ეს არის იურიდიული დოკუმენტაციის და სხვა ტექნიკური საკითხების მომზადება ხდება იმისთვის, რომ მე პრაქტიკულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი. ეს ანუ გერგეს შემუშავება ნიშნავს, რომ დავიწყეთ ხალხო. დავიწყეთ მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა უნდა დაიწყო პომპეზურად. ხომ ასეა? შენ თუ რაღაცა კარგს მიკეთებ და ისტორიული პროექტია, დავიწყეთ ხალხო, უნდა იყოს რაღაცა ბიძინა ივანიშვილი უნდა ჭრიდეს ლენტებს. მაგრამ ამას რო არ აკეთებენ და ყველა პუნქტი რო გასაიდუმლოებულია და სხვა რაღაცაზე რო ცდილობენ შენი ყურადღების გადატანას, აი ნახე აქეთ არარსებულ თემებზე. მანდ უნდა დაეჭდე. მანდ უნდა მიხვდე და ოდნავ რო ამ თემას წამოვჭრით და ხელისუფლება რო გიპირისპირდება ეგრევე, მანდაც უნდა მიხვდე რა არის პრიორიტეტული. რისი ეშინია ხელისუფლებას? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა? მე ეხა ხელისუფლებას ჯერჯერობით აქ ამ საკითხისადმი, რან რასაც ეხა ვაკეთებთ, ჯერჯერობით იგნორის პოლიტიკა. იმიტომ რომ მაინც ალბათ ფიქრობენ, რომ მუხტი ვერ აიწევა, ჩაქრება და ადამიანები ამაზე დიდ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნიან. მაგრამ ასევე იმ დარწმუნებული ვარ იმ ვერსიასაც განიხილავენ, რომ ესე არ მოხდა და თქვა პირიქით აიწია მუხტი და ადამიანები იწყებენ ორგანიზებას. მაგ შემთხვევაში ხელისუფლება დაიწყებს ადამიანებში ნიჰილიზმის დათესვას და შეიძლება უკვე აკეთებს კიდევაც მაგას გარკვეულწილად, რომ აზრი არ აქვს, რომ ეს ამ ბრძოლას არანაირი შედეგი არ ექნება, არ არის ეფექტური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ფორმით შეეცდება ისრების მომართვას აქეთკენ, რომ რაღაცა, ვთქვათ, პრეტენზია შეიძლება იყოს და საერთოდ მე ყოველთვის მგონია, რომ ყველაზე ეფექტურია მათი პოზიციიდან რომ შევხედოთ, არის ებრძოლო ამ მოძრაობას იმ სუბიექტების მეშვეობით, რომლებიც თვითონ განიხილებიან ამ პლანზე, ხო? რომლებიც ასევე თვითონ არიან პრეტენზიით ხელისუფლების მისამართი. თორე ეხა რაღაცა ხაინდრავამ რო შემოგიტიოს და ვინ არის კიდე იქ ვიღაცები რო დასხდებიან ხოლმე, ხო? ეს გასაგებია, მაგას იმდენი ეფექტი არ აქვს, იმიტომ რომ ის მხარეა ყველამის. სხვათა შორის ეგ უკვე მიმდინარეობს, კაცო. დააკვირდი ხა. ჩვენ როგორც კი წამოვჭერით ეს საკითხი, როგორც კი დავაანონსეთ მოძრაობა, უეცრად ისეთი ხალხი გააქტიურდა ჩვენს წინააღმდეგ, საერთოდ უმიზეზოდ. საერთოდ აი ცარიელ ადგილზე, რომლებიც თითქოს და ამ საკითხს უპირისპირდებიან. აი დააკვირდი. ეგ ხომ იწვევს, კაცო, ჩემზე მისამართი რატო გავს გადატანილი? მე რატო მეკამათები? მე ხელისუფლებაში ვარ, რამეს ვაშავებ. ანუ ხელისუფლებას რატო არ უტევ? მე რატო მიტევ? ცხადი ასეთი ხალხი ყველა ირიბად ამ პირდაპირ მონაწილეობს ამ ხელისუფლების სპეცსამსახურების თამაში. აქ არაფერი სიახლე არ არის, კაცო. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეგეთი საბჭოთა კავშირის უშიშროების
დამფუძნებელი იყო ფელიქს ძერჟინსკი, რომელმაც უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა კონტრრევოლუციონერების წინააღმდეგ. როდესაც საბჭოთა კავშირში იყო სამოქალაქო ომი თეთრებსა და წითლებს შორის. ხო გაიმარჯვეს წითლებმა. ამის მიუხედავად წითლების წინააღმდეგ იქ ძალიან დიდი ნაწილი იყო დარჩენილი საზოგადოების, თან არა მარტო ამ თეთრგვარდიელების, ან ყოფილი მონარქისტების, თავად ამ სოციალისტურ ფლანგზეც, მენშევიკებიც ხო რეალურად სოციალისტები იყვნენ. და იმისთვის რომ ეს კონტრრევოლუცია ძირშივე მოესპოთ, ფელიქს ძერჟინსკიმ გამოიგონა უნიკალური ოპერაცია, რომელსაც დღემდე სწავლობენ ყველა წამყვანი სახელმწიფოს კლასიკა, სახელმძღვანელოა ყველა სახელმწიფოს სპეცსამსახურებში. ოპერაცია ტრესტი. ოპერაცია ტრესტი რა იყო, იცი? თვითონ შექმნეს კონტრრევოლუციური ჯგუფები, რომლებიც ვითომ უპირისპირდებოდნენ ბოლშევიკებს, ამით იზიდავდნენ პოტენციურ კონტრრევოლუციონერებს, რომლებიც მართლა გულწრფელად შეეძლოთ ეგეთ კონტრრევოლუციურ მოქმედებებში მონაწილეობა მიეღოთ. ანუ თვითონ ქმნიდნენ მართულ ვითომ ამათ წინააღმდეგ ძალებს და ვინც შედიოდა ამ მართლა გულწრფელი კონტრრევოლუციონერები, მერე მათი აღმოჩენა, დააჭერა და განეიტრალება მიმდინარეობდა. ამიტომ ცხადია ხელისუფლება ჯერ დაგიპირისპირებს ეგეთ ძალებს, რომ ვითომ შენიანი გონია, ან საზოგადოებას რო გონია ვითომ შენიანი და მათი აღმოჩენის და იდენტიფიცირების საშუალება არის რატომ გვიტევენ. აი რატომ რა დავაშავეთ? რაღაცა შეიძლება შეიფუთოს ასე ისე ჭკვიანურად, მაგრამ შედეგში ვერავინ ჩემზე ტყვიებს რატო ხარჯავ? ანუ მან ბოლოს მაინც იქამდე დადის, რომ ახლა ამ ვითარებაში, როცა ყველა თანხმდებით რომ პრობლემა არის არაბული ქალაქები და ყველა ის არის მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა იყოს, ეს არის ხელისუფლება, ამ ვითარებაში ვინც რაღაცა ფორმით, ნებისმიერი ფორმით ისრებს იქითკენ კი არა პირიქით აქეთ მომართავს, გასაგებია რომ ეს ცხადია ყველა